გამარჯობა მეგობრებო, როგორც იცით, ქართული ოცნების ძალოვნები შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს კახელი მორტის სახში. ჯო, ბატონო ბიძინა, რომელიც რიკ სანჩესის ნაცვლად ბიძინას ემსახურებოდა. ჯო, ბატონო ბიძინა, 7 მილიონი ფარცხლამ ჩამიფარცხა. ჯო. მორტი ჩვენ კარგად ვიცით, რომ ესეთი უჭკუო და უტვინო პერსონაჟი არის, რომელიც მე ყველას შეგვიყვარდა და თავისი როლიც აქვს. ძალიან დიდი ჩვენ საყვარელ სერიალ რიკ and მორტიში, მაგრამ ამ შემთხვევაში ირაკლი მაინც მორტი მორტად დარჩა. ბოლომდე მისი ფუნქციები თავის დროზე განგვიმართა კიდევაც ბატონმა ბიძინამ. კრედიტსვისი მიმანიშნებდა რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაში. აი წერილები რომელიც იგზავნებოდა თქვათ. იგივე თქვათ ჩამოდიოდა დელეგაცია, მას დელეგაციას უდოდა დროის შეთანხმება. იყო რაღაც მინდოდა რაღაც ფულის გადარიცხვა თქვათ, ზარების განხორციელება. შეხვედრის ორგანიზება. ესეთ მსგავსი ამის თვეში ერთ-ერთ გაეგო თქვათ ანგარიშზე რა თანხებია თქვათ, რა დარჩა და დარჩენილი თანხები და ისე შემდეგ. ანუ ეს ძალიან მაგარი მომენტი არის ის თემა, რომ თვეში ერთხელ რო ამას უნდა გაეგო ანგარიშზე რა თანხა არის რა. ირაკლი, მიდი ერთი შედი ნახე 6 მილიარდია ისევ თუ 5 მილიარდ 999 მილიონი. და ეს ჯო, ბატონო ბიძინა 5 მილიარდია ბახოლო. ინტერნეტ ბანკი დაუყენეთ შეჭრა მაგაცო, შევიდეს ხოლმე და ნახოს. ეთქობა გთხილობს მაინც კაცი რა, ურჩევნია მაინც ირაკლის შეხედოს. ირაკლი, ნახე რამდენი დარჩა ანგარიშზე. გვახსოვს ალბათ ეს არის დაკითხვა კრედიტსვისთან, როდესაც იყო და ამაზე შეკითხვა შეუბრუნა მე ვიღაცამ ადვოკატმა მე მგონია, შეიძლება თავის ამანი მათმა არ ვიცი, მაგრამ ვიღაცამ შეკითხვა შეუბრუნა, რომ დივანი იყო, ანუ ირაკლიო და ნახოთ რა უპასუხა ბატონმა ბიძინამ. დივანივით ყავდათ არა ეს? ის დარკ როგორც გინდა თქვენ რომელი სახელითაც გინდათ იმით მოიხსენიეთ. აი იცინა რა დივანი გაუსწორდა ეთქვა თვითონ არ ქონა რა ნაფიქრი რომ დივანი დაერქვა და აი ხო შეიძლება რაღაცა ისე ეპასუხა ხო აი წარმოვიდგინეთ იცით რომ მე ვარ ბიძინა ივანიშვილი რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს ადამიანით რომელიც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად დავნიშნე მე საქართველოს პრემიერად ორჯერ იმას რა იმის მიმართ რაღაცა ნერთი ნამცეცი პატივისცემა მაქვს რა და თან კლასისტიც არ ვარ ეს მნიშვნელოვანია და დამისვეს ეს შეკითხვა რომ ანუ მდივანივით ყავდათ და მე მინდა რომ ეხა ეს პასუხობ ამ შეკითხვაზე არ ვიცი ხა თქვენ დამაკნინებელი ფორმით მკითხეთ თუ არა ეს ბატონო ადვოკატო მაგრამ მე არც მდივნის პროფესიას ვუყურებ ზემოდან თუმცა ამ შემთხვევაში მე ვერ ვიტყოდი რომ ის მაინც და მაინც მდივანი იყო თქვენ არ ვიცი მოგიხსენებათ თუ არა მაგრამ ზოგადად მიღებული ფორმა არის ბიზნეს ეგზეკუტივების წრეებში ისეთი რომელიც გახლავართ მე რომ ყავს თანაშემწე რომელსაც რაღაცა თემებს ავალებ მრავალი თანაშემწე ყავს რა თქმა უნდა ზოგს ისაბარია ირაკლი იყო ერთ-ერთი სანდო თანაშემწე რომელიც ბევრ საკითხს აგვარებდა ჩემი საქმიანობის პირობებში თუმცა რა თქმა უნდა მას როგორც ესეთი ფინანსურ ექსპერტობას მე ვერც მოუთხოვდი და არც დამივალებია მისთვის იმიტომ რომ ეს არ იყო მისი საქმე მას ჰქონდა მკაცად განსაზღვრული რაღაც ფუნქციები რომელიც ჩამოთვალე და შესაბამისად ის პასუხისმგებლობა რომ თქვენ მას დააკისროთ 500 მილიონის ჩემი რაღაცა გაფლანგვა ან არასწორი გადაწყვეტილება ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად არასწორი არის. აი ესე ვუპასუხებდი მე. ჯო, ბატონო ბიძინა. და არ თავზე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და არც ორგზის პრემიერ-მინისტრს და არც ადამიანს რომელიც იდეაში მიღებული უნდა იყოს ოჯახში, არ ვიცი, ხო? მაგრამ ჩვენ ის რაღაც ფარული ჩანაწერები რო გამოხდა ტლიტრის რო ეძახის და მაგრამ სიამბილეში მართლა რო დაუკვირდები ანტონი ის ეძახის ის, მაგრამ აი დამოკიდებულება და აი ეს სიცილი სულით გატეხილი ადამიანი რო იცინის რა აი ეს ძალით სიცილი იყო ირაკლის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი და უბედურების მანიშნებელი თუ რამდენად უბედური ადამიანი არის რეალურად ეს ტიპი რომელიც მე გაადიდკაცეს ესე მაგრამ გაადიდკაცეს საქართველოს მასშტაბით თორე თვითონ ეს დამოკიდებულებაც ძალიან კარგად ჩანდა და ზოგადად როგორი თემა არის იცი აქ ეხა და აქ ვიტყვი რომ მოდი დავიცვათ speculation-ის პრეზუმფცია
და თქვათ რომ სპეკულაცია არის იმის თქმა რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილს არ ევასება საქართველოს ან ქართველი ხალხი და თუ მაგალითად ამ სპეკულაციიდან გამოვალთ შეიძლება ითქვას რომ ირაკლი ღარიბაშვილისნაირი უნიშნელო ფიგურის დანიშვნა ესეთ თანამდებობაზე მისი მხრიდან გარკვეულწილად იყო ასევე ქართველი ერისთვის და საქართველოსთვის გარკვეულწილად სილის გაწუნა რა. რომ აი იმდენად ფეხებზე მკიდიხართ და იმდენად არ გცემთ პატივს, რომ აი ესეთ ტიპს გინიშნავთ შინაგან საქმეთა მინისტრად და პრემიერ-მინისტრად ორჯერ და თან მეორედ მას შემდეგ, რაც ეს ტიპი გავაგდე პოლიტიკიდან კორუფციის გამო და დაუბრუნდი პოლიტიკაში იმისთვის, რომ ეს ამას კორუფციაში ისე ქონდა გაჯმული, რომ ნოდარ მელაძემ ვერც კი იპოვა, რაც იპოვა, ის ხო იპოვა, მაგრამ ბინძინა ვაფშე ისე გაგიჟდა, რომ კაცი დაბრუნდა და საჯარო თქვა. ხო, ანუ გვახსოვს ეს ყველაფერი. მაგრამ ეს რაღაც speculation preassumption-ი დავიცვათ ამ შემთხვევაში და ვთქვათ, რომ ეს სენტიმენტი ქართველი ერის მოძულეობასთან დაკავშირებით რაღაცნაირი ისეთი საფუძვლო სპეკულაცია არის თუნდაც, მაგრამ რუსული ბიზნეს და პოლიტიკის ურთიერთობის ამბავში ძალიან ბუნებრივი თემა არის, რომ ესეთი ტიპი, რომელიც ყველაფრით გემსახურება და არაფრად არ მიგაჩნია, დასვა ესეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ჩვენ გვახსოვს, რომ პუტინი იყო ზუსტად ისეთი ტიპი, რომელიც რუსმა ოლიგარქებმა თავის დროზე აღაზევეს იმ მიზნით, რომ მას ადვილად გააკონტროლებდნენ და მერე როგორც იტყვიან rest is history და ძალიან კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი როგორ დამთავრდა, მაგრამ აი ირაკლი პუტინობა ვერ გაკაჩა. აქ ეხა მთავარი თემა რაღაც მომენტში შეიძლება იყოს, რომ კობახიძე გაკაჩავს თუ არა პუტინობას და ბოლოს ბიძინა ივანიშვილს ვნახავთ თუ არა კობახიძის ხმებისგან დაწნული ბაწრით გასკვანჩულს. ჯერჯერობით ისეთი თემა არის რა, speculation preassumption-ი დავიცვათ ამ შემთხვევაში. ყველაზე რეალური თემა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში არის ის, რომ რუს ოლიგარქებს რუსეთში რაც უნდათ, რომ პუტინი ყოფილიყო ის იყო რეალურად ღარიბაშვილი და რაღაც მომენტში უბრალოდ ცოტა გაიჯეჯილა რა და ბიძინამ უთხრა რომ ეგრე არ გამოვაო ეგ ამბავია და ყველაზე საკაიფოდ ამ შემთხვევაში ვინცაც შეგვიძლია შევადაროთ ეს არის ფრედო კრიოსნი აწეციდან ანუ იქ გვახსოვს მაგალითად ფრედოს აი ეს მონოლოგი ხო, ბოლომდე არ ჩავთო ეხა ამ მონოლოგს, რომ იქ კოპირაიტი არ დამისტრა, იყოს YouTube-მა, მაგრამ აი ეს მომენტი გახსოვთ, რომ გაუშვით ფრედო იქ, ვიღაცას დახვდეს აეროპორტში, გაუშვით ფრედო იქ, რომ რაღაცა კლუბი გახსნას ისე ეს და ამის გამო ამბიცია უჩნდება მერე ფრედოს და მაღაზე ჯონი ოლა დაკერავს, რომ შენ თუ დაგვეხმარებიო რაღაცაო, რომ აი იქ ასაც ეუბნება, რომ ესე მითხეს, რომ შენ თუ დაგვეხმარებიო, რომ რაღაცა ჰაიმონ როთთან ცოტა ისეთი ჩვენთვის სასარგებლო გარიგება გავაკეთოთ მაიკთანო შენთვისო რაღაცას გავჭითავთო რა შენცო ისარგებლებო რაღაცასო და მაკპონჩი მინდოდაო მეცო აი ამ შემთხვევაში მოხდა ისე ზუსტად რომ ფრედო დაგვასვა თავზე ბიძინა ივანიშვილმა და იმან გადაწყვიტა რომ რაღაცეები გაეკეთებინა ან არ ვიცით ჯერ როგორც სახელმწიფო პროპაგანდა გვეუბნება ჯერჯერობით უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია ჯერ მიმდინარეობს რა თქმა უნდა გამოძიება არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და ჩვენ ცხადია დაველოდებით პასუხს თუ რას გვეტყვიან საგამოძიებო ორგანოებიდან. დავამატებ რომ ზოგადად ყველა ეს საქმე საბოლოო ჯამში ჯერ უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს. ხო. ამიტომ ყველა ეს საქმე წავა რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში სასამართლოში. ესე იგი პირველი რაც ალბათ სასარგებლო თემა რაც გამოიწვია ამ ყველაფერმა არის ის რომ კოცებმა ისწავლეს რა არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. დაალჯიგარო. უდანაშაულობის პრეზუმფცია მარტივად რო გითხრათ რა არის ვინც არ იცით, იმიტომ რომ ხანდახან რაღაცნაირად არეულად იციან ხოლმე ადამიანებმა ამის შესახებ. უდანაშაულობის პრეზუმფცია არის ის, რომ მაგალითად მოსამართლე, როდესაც შედის სასამართლო დარბაზში, არსებობს ესეთი პრინციპი, რომ ადამიანი არის უდანაშაულო, ვიდრე მას ეს დანაშაული არ დაუმტკიცება სასამართლოში. შესაბამისად, როდესაც მოსამართლე შედის სასამართლო დარბაზში და განსასჯელის სკამზე ზის ვიღაცა, ამ შემთხვევაში ფრედო, კახელი მორტი, ბატონო ბიძინა, ჯო ბატონო ბიძინა. მისი წინასწარ განწყობა მოსამართლის უნდა იყოს არა ნეიტრალური არამედ წინასწარ განწყობა მოსამართლის უნდა იყოს, ასევე თუ ნაფიცი მსაჯულები არიან ჩართული, რომ ეს ტიპი, რომელიც ზის განსასჯელის სკამზე არის უდანაშაულო. ეს ტიპი არის უდანაშაულო. აი ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია, ანუ pre-assumption, ანუ წინასწარ განწყობა, წინასწარი რწმენა, რომ ეს ტიპი უდანაშაულოა.
და შესაბამისად მერე უნდა შემოვიდეს პროკურორი, გამოვიდეს ამ სასამართლოზე და წარმოადგინოს მტკიცებულებები, რითაც დასაბუთებული ეჭვის უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს აი ამ ბრალდებას და დაამტკიცებს, რომ ეს ტიპი არის ბრალდებული და შესაბამისად აი ამ წინასწარ განწყობას მისი უდანაშაულობის შესახებ გაგიქრობს და ეხლა მე ალბათ დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ თავის დროზე ალბათ არ მახსოვს ეხლა მაგის განცხადებები არ მომიძიები ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე და ფრედოც ამბობდნენ იმას, რომ საუკეთესო სასამართლო გვაქვს საქართველოში და შესაბამისად მათი უდანაშაულობის პრეზუმფცია, აი რომ შევა ის მოსამართლე ზვიად ცეკვავა მაგალითად გალუსტაშვილი და ის დაინახავს ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტიპებს სასამართლოზე სახე გაებადრება და გაუნათდება, იმიტომ რომ ის მიხვდება, რომ აი ამათ მე უდანაშაულო ვგონი ვარ, ისინი ნამდვილი უდანაშაულობის პრეზუმფციით შემოვიდნენ ამ დარბაზში და შესაბამისად მე მაქვს შანსი რომ დავამტკიცო და დავუმტკიცო ბატონ ბიძინას, რომ მე ვარ უდანაშაულო და ეს 7 მილიონი საიდან მოვიდა, საერთოდ არ ვიცი, ან რა ვიცი რაღაცა ბიჭებმა მიჯიგრეს და ეცეთ პონჩი შევკარით რა, ან რაღაცა, არ ვიცი. ჯო ბატონო ბიძინა ბაჩიაშვილმა მითხრა, რომ მაგარი სასამართლო გაქვთ. არ ვიცი, ეხა ზოგადად ირაკლი ღარიბაშვილს გარდა კახელი მორტისა და ფრედოს გარდა ვიღაცამ შეიძლება უწოდოს პაიკიც, იმიტომ რომ ბიძინამ და პაიკი და რაღაცა, მაგრამ ჩემი აზრით საერთოდაც არ არის ირაკლი ღარიბაშვილი პაიკი, განსაკუთრებით იმ აღწერიდან გამომდინარე, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა შემოგთავაზა მის შესახებ. ჩემი აზრით ირაკლი ღარიბაშვილი არის უფრო კენჭი, რომელიც აი სოფელში რო გაქვს ჭადრაკის დაფარა და იქ რო დაკარგაო რაღაცა იმას, რა ქვია, ერთ პაიკს და რაღაცა ქვას რო იპოვი იქვე ეზოში და იმას რო დადებ დაფაზე. მე ის კენჭი როგორც სხვა პაიკები მივა თუ გავიდა დაფის ბოლოში გახდება ლაზიერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს როგორი ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერ-მინისტრება მისი ლაზიერობა კი არ არის, აი დაახლოებით როგორი თემა იცი, იმედის აი ამ რომ მიეწვიათ ირაკლი კენჭპაიკა და მისთვის ლაზიერის ფორმა რო ჩაეცვათ და ბოლოს როდესაც ნიღბების მოხსნის დრო მოვიდა, ეს ლაზიერის ნიღაბი მოხსნეს და როგორც კახეთში იტყოდნენ, ხელში შეგვჭა შიბაქი. აი უფრო ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი აზრით. თუ შეიძლება დავიცვათ speculation pre-assumption-ი უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ესე კარგად გაითავისეს და გაისიგრძეგანეს ქოცებმა და ასევე გთხოვთ ცოტა ემპათიაც შემოვინახოთ. აი ეს ემპათია, რომელიც აქციების დროს დაკავებული ადამიანების მიმართ, აქციების დროს ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანების მიმართ არ გქონიათ, ხო შემოინახეთ, ხა სადღაც ხო არ გაქრება ეს ამხელა ემპათია, ხო? ადამიანს რო გაქვს ემპათია, რაღაცა გინდა რომ მაგრამ არა ეს აქციის მონაწილეები არ იმსახურებენ იმას, რომ ვიღაცამ რო სახეში წიხლი ამოარტყა ის მეწოდებოდეს უფრო კარგი რაღაცისთვის შევინახავ და ეხა ეგ რო შეინახეთ ეხა ეს ეხა შეგიძლიათ გამოიყენოთ რა, რაღაც აბონემენტი ჩაარტყი ემპათიის და ეგ თემა იქნება. ვისაც უნივერსალური და გლობალური ემპათია გაქვთ, შეგიძლიათ ირაკლიც მიაემპათიოთ მანდვე, მაგრამ არ ვიცი, რაღაც მომენტში შეიძლება რომ ეხა თქვენი ჯერი იყოს, რომ ცოტა შემოინახოთ. ემპათიურ მარხვაზე გადახვიდეთ. ზოგადად ეს რევოლუციურ კორუფციული ტრიადა ძალიან სერიოზულად გამოიყურება. მეორე არის ტემუდან თუ ტაობაოდან გამოწერილი იმჰოტეპი, რომელმაც ანაქსუნამუნის გულის ნაცვლად გერმანიაში ბოტასები მოიპარა და მერე ხეოფსის დიდ პირამიდების და ეგეთი მავზოლეუმების ქვეყანაში კი არ წავიდა. აი იქ ერთი ცალი მავზოლეუმი რო აქვთ იმ ქვეყანაში წავიდა. გვარიც გადაიკეთა რომანოვად და ბოლოს ისე დაამთავრა ტიპმა, რომ ბრენდონ ფრეიზერმა კი არა ირაკლი კობახიძემ გასკვანჩა, ხო და ეხა I don't know. და მესამე ტიპი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე ვის მაგონებდა და არის ერთი ვაირალ ვიდეო, როდესაც ერთ-ერთ ამერიკულ ტელევიზიაში ყვებიან, რომ ვიღაცამ გაძარცვა
მაღაზია და ეხა გვაქვს ჩვენო ამ ადამიანის სკეჩიო, რომლებიცო თვითმხილველებმა პოლიციას მისცესო და ამის მიხედვითო ჩანახატი გვაქვს ამ ადამიანის, ეს ადამიანი როგორ გამოიყურებაო და მერე გამოდის აი ეს ნახატი ეკრანზე. ხო და ჩემი აზრით გრიგოლ ლილუაშვილის სკეჩი. უკაცრავად ამ კორუფციულ გეგმაში რომ ჩართული იყო, იმ ადამიანს ხომ ვერ აგვიწევთ ჩავხატაო, ეწყოდა პროკურატურის ხატვარი და იმ ვიღაცამ აღუწერა გრიგოლ ლილუაშვილი და ამანაც დახატა ეს. და ზოგადად მისი ბიოგრაფიაც ძალიან საინტერესო არის, ანუ გპი-შნიკი არის, ოღონდ ხა ძალიან გთხოვთ, რომ გპი-შნიკებს ზოგადად არ გაგიტყდეთ, მაგრამ 2001 წელს აქვს დამთავრებული საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. ხო და 2001 წელს როგორი სიტუაცია იყო და ეხა 90-იანი 2000-იანი წლების მიჯნის თბილისში, ვისაც გიცხოვრიათ, იმათ გემახსოვრებათ გპი რა იყო და როგორ იყო და ვისაც არ გახსოვთ, ან ვისაც მაგ პერიოდში არ გიცხოვრიათ და არ იცით გპი როგორი იყო, აი ერთ მაგალითს მოგიყვებით. ზუსტად მაგ პერიოდში, დაახლოებით 2001 წელს სავარაუდოდ, გპი-ში ჩაირიცხა ჩემი ძმაკაცი, რომელიც აბარებდა პროგრამირებაზე. თუ ინფორმატიკა ერქვა რა, მაშინ ამ პროგრამირება არ იყო როგორც ესეთი, ალბათ ინფორმატიკა ერქვა. ხო და მაშინ არ იყო ეროვნული გამოცდები და მთელ ჯგუფს, რომლებიც მივიდნენ გპი-ში, მისაღებ გამოცდაზე დააწერინეს თემა, ეს დაждდებოდი რაღაცა იმაში, აუდიტორიაში და წერდი თემას, ამოხეულ ფურცელზე ან რაღაცა და მიუციათ თემა, მთელი ჯგუფისთვის ერთი თემა, რომელსაც ერქვა თანამედროვე ინფორმატიკა. ხო და ამ ჩემმა ძმაკაცმა და ყველამ აბსოლუტურად დაახლოებით 30-მდე ადამიანი იყო, რომელიც ამ მისაღებ გამოცდებზე იყო მისული, თემა დაწერეს კურიერზე და საინფორმაციო გამოშვებებზე და თან ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ყველამ კურიერზე არ დაწეროთო, ზოგმა მოამბეზე დაწერეთო. და ყველანი ჩაირიცხენ. ხო და ეხა 2001 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა რო გპი-ის საერთაშორისო ეკონომიკა დაამთავრა, ერთადერთი თემა, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკას ეხებოდა, რაც მას შეიძლება იმ დროს ესწავლა, იყო ის, რომ გავაგზავნიდნენ ბიჭები არყის მოსატანად იქვე მინიმარკეტში ნემიროვის, ანუ ამ შემთხვევაში საერთაშორისო ბრენდი უკრაინული, რომელი ფლეივორი წამოიღო, ლიმნის თუ ციცაკის და მერე ხელთ რა გამოეყოლებინა, სნიკერსი თუ პრიჩუდა. აი საერთაშორისო ეკონომიკა, რაც იმ დროის გპი-ში გრიგოლ ლილუაშვილს შეიძლება ესწავლა, იყო ეგა. ხო და არ ვიცი, მოკლედ დავუჯეროთ ამ შემთხვევაში კოცებს მეგობრებო, ჩვენ მშვენივრად შეგვიძლია ვისხდეთ, ვნახოთ, რომ საბოლოო ჯამში ისე დაალაგდა მე მგონი ყველაფერი, რომ გივი მიქანაძე განათლების მინისტრი არის, გეკა გელაძე ყოფილი ნაცი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი. იქ რაღაცა ბობოლანაცები არიან სადღაც ქოცნების ორბიტაზე და ბიჭო, ეს ღარიბანთ ირაკლი და ლილუაშვილი, რომელიც ბიძინას კადრები იყვნენ, ისე გამოვიდა, რომ ნაცებმა დაიჭირეს ირაკლი კობახიძის დახმარებით და რაღაცა მე მგონი უკვე მოვიდნენ ეგენი. ხო და არ ვიცი. ხო, გრიგოლ ლილუაშვილზე გეტყვით ასევე მეგობრებო, რომ იგი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მეხუთე ელემენტის გამოსვლა გაუტყდა, იმიტომ რომ მისი კლიჩკა ლილუ მას შემდეგ მილა იოვოვიჩმა მიისაკუთრა.